L'argomento digito, devo digito. L'argomento მოხრი პეშეჩი ერთი მეტრი წყალი უსვია თავზე Buongiorno ragazzi რო იცოდე გარი გამარჯობა რაგაცებო არ ვიცი რაგაცი რა არის მაგრამ ძვირფასო არა ის კიდე 500 ლარიანო. როგორც ხედავთ, დღეს იქნება ის მომენტი, როდესაც თხრობითი ვლოგის მეორე ნაწილი დაიდება ოღონდ ამჯერად არა პარიზიდან და არა ტაფსონასთან ერთად, არამედ სიცილიიდან და სხვა უფრო წარმატებულ და პოპულარულ იუთუბერებთან ერთად, როგორებიც არიან ყველა საერთოდ ვინც ვიყავით წასული. აი მოდი ამ ჩემოდანს გადავდეთ. აუ, სოროჩიც როგორი სიცილიური. გამოცვლა დამავსკდა მეგობრებო. მოკლედ მივდივარ, ჩავიცვი გავემზადე. აგერ ბარგი ჩავალაგე. ნანუკა დამეხმარა ბარგის ჩავაგებაში, რაც შეეხება კამერას. GoPro Georgia მათხოვა კამერა, რომ წავიღო და გადავიღო ვლოგი, რომ არ წავიღო ჩემი კამერა, ერთითაც მე რაღაცებს ვიღებ რა რამე რა. Action Pro.G ეს არის კომპანია, რომელიც დამეხმარა და უზრუნველყო თავიდან ბოლომდე ის, რომ თქვენამდე მომეტანა ეს ვლოგი, რასაც ახლა ნახავთ ჩემო ბაზოლ დრინებო. ისინი როგორც ყიდიან, ასევე აქირავებენ action კამერებს, ასევე არიან 10-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დილერები და რეკომენდაციას ვუწევ მე ბასტო ფანტასტო ამ შესანიშნავ ხალხს. ესე გამოვიყურები, ეს ჩემი ფეხსაცმელებია. მას ვიცვამ ხოლმე, ხოლოდ მაგ შემთხვევაში თუ სადმე ის ადგილას მივდივარ, რა casual რო აი ჩვეულებრივად რო რა მეორე რიგში მადლობა სეტანტა სპორტ რომ მაღაზიაში რო შევედი რაღაცებიც ვიყიდე. აქ ამონათდება პრომოკოდი, რომელთაც შეგიძლიათ 30% ემფაზაკლებით უყუროთ ჩხუბებს, რაღაც თამაშებს, გორაობებს, რაღაცებს, ერთი მეორეს რო უგებს, ცემს და ასე შემდეგ. ბასტო დიდი ასოებით ჩაწერს და 25%-იან ფაზაკლებას მიიღნებთ. და ამას მოვიხსნო მეკეთოს. კარგი რა. ხო, პირველ რიგში რო წავედით, ძალიან უცნაურად პირველ რიგში G2G-ს უნდა გადავხადოთ, მადლობა და თან მიულოცოთ, იმიტომ რომ ტიპს კონდა იდეად რომ მოდიო წავიდეთო, სიცილიაზეო იქნებაო ფინალიო რა. სიცილიაზე რო იყო ფინალიო, სიცილიაზე რო უნდა ყოფილიყო ფინალი, ეგეც ხო ისეთი იყო რომ ვაუ, და რაღაცები სიცილია და ვაუ, აღსაღოლ და რაღაცები. ტიპმა საწავიდა, იცი რა, რამდენზე გაიჯვა იცი თავზე რომ სიცილიაზე კი არ იყო მარტო ფინალი. ფინალი იყო ასევე იმ სახლში ზუსტად, სადაც Godfather-ის, ანუ კროსნი აწეცზე მაქვს საუბარი, კროსნი აწეცის რაღაცა ისინი გადაიგა. სხვადასხვა ჩემთან უკანა განათება ფულფონი ლურჯი, იმიტომ არ არის რომ მიროსა განათება და ვერ მოვასწარი გამორთმევა და მეთქი მოდი მთავარია ვიდეო გადავიღოთ თქო და ზუსტად სადაც კორლეონე ცხოვრობდა. კროსნი აწეცის სადაც ცხოვრობდა, იმ სახლში გადავიღეთ მაფიის ბოლო ფინალი ჩავწერეთ რა. მარტო ეგ კი არ ჩაგადაგვიღია, ანუ ძალიან უცნაური იყო, ანუ დედას ვიცავარ. ყველა სეტზე რაღაცას იღებდნენ. მე არ გადამიღე ერთი არაფერი რა. ანუ იქ შუაში ფუ პოდკასტი მიდიოდა იმის უკან. სხვა შორის ელოშამ გააკეთა ხი ყოველ დღედებს ვიდეოებში გაგწოდა. ხო და ელოშა თავის პოდკასტ თუ რაღაც ვიდეოს აკეთებდა და უკან იქ ლაშა გელაშვილი ბლეფებს იღებდა. ზემოთ G2G პოდკასტს იღებდა. მთელი დღის განმავლობაში ეგ მაი კორლეონეს სახლი იმენა G2G-ს ეცვა, ძლივს გავხადეთ. სხვა შორის ჩემი გამომწერებისთვის სპოილერი, ვინ გაიმარჯვა, ვინ როლი იყო, ეხა ყველას გეტყვით რა. მოკლედ პირველ ნომერზე იჯდა G2G-ს თუ ამ ვიდეოს უყურებ უცებ გულის შეტევა დავმართე. საინტერესოდ დაიწყო ჩვენი ვოიაჟი. აეროპორტში მივედით 2840 საათით ადრე, როგორც ანანომიც ის ხოლმე დაგვიბარებს ხოლმე. 3-ზე მოდით, თუ გინდა დააგვიან და 4-ზე მოდით და 6-ზე მივდივარ ხოლმე და 10-ზე იწყება გადაღება მაინც. ხო და ეგრე დაგვიბარა პირველ საათზე და 30 წუთზე, მეგონა რომ ფრენა 4 საათზე იყო, თუმცა ფრენა შემდეგ სეზონზე ანუ შემოდგომაზე მქონდა და ერთი სეზონი აეროპორტში გავატარეთ. ნელ-ნელა ვიკრიბებოდით, ვინც ყველაზე მეტად დააგვიანა, ძალიან გვიან ვინც მოვიდა, რომ ნერვიულობდა,
მაგ ეგ 2 საათი პროსტა იჭდა. მაგრამ არა უშავს თავარი არ დავაგვიანეთ ფრენაზე, ავედით ყველაფერი, მაგრამ სანამ ავიდოდით სხვადასხვის კოპალამ გამოვიდა რა, ანუ ესე შემოსრიალდა რა. ეს ხო ვისხარით და ეს არავინ არ მედგა წინ. და ეს ხო ესე ფეხით რო გაიქრემდა ფეხით რო სრიალი. აი ესე შემოატასავა და წყალი ხო არ გინდა თო ინმესო რა. და მეთქი წყალი მე მინდა თქო, ჯიგარი ხარ თქო და წავიდა წყლის საკეთლად აეროპორტში და ანუ აი ესე მიტასაობს რა, ანუ აი რაღაცნაირად იცის რომ კაი ზმანი აქვს წამოღებული სიცილისთვის კარგ ხასიათზეა და აი ესე მიტასაობს რა, ესე შეატასავა მაღაზიაში რაღაცა და უკან რო გამობრუნდა უცებ საერთო სხვა ენერგიით მოდის უკან რა. ანუ უკან მოდის დაღრემილი. აი თითქოს დაკარგა ყველაფერი რაც გააჩნდა. ანუ აი მოდის და აი არ უნდა რომ მოვიდეს და დადო რა. კომენტარებში გაქვთ 10 წამი რომ დაწეროთ რამდენი გადაიხადა აი ამ ხელა რო იცით დიდი 5 ლიტიანები არ არის რა. ამ ხელა წყალია კომენტარებში დაწერეთ რამდენი გადაიხადა თქვენი აზრით და მე პასუხს გონახებს კოპალო. აი ესე მაქვს ოფარებული. 3 2 1 ვინც 21 ლარი დაწერეთ გადმოგეცემათ ერთი ცალი ესეთი საჩუქრად აი ამ შესანიშნავი ზავიძენიდან რომელიც ყველაზე დიდი ამ ხელა მარჟაზე წარმოიდგინეთ 7 ლარი ხით და 9 ლიტრიანი მთის წყალი ძველი რომელსაც PSG-ს ლაგხსლებს ხო PSG-ს ლოგოები აქვს დარტყმული ძველებს არ აქვს ანუ PSG-ს ლოგოვო მთის წყალი ღირდა 7 ლარი და 3 წელწალში კოპალამ გადაიხადა ბილეთი რაც ჭდებოდა კატანიამდე, კატანია სხვადასხვა სიცილიის ერთ-ერთი აეროპორტი, ქალაქი სადაც აეროპორტია. კატანიაში და პალერმოშია მგონი როგორც ვიცი და კატანიაში მოყავთ ჩვენ. პალერმო უკეთესია მამობე. მოვიტანა და ძალიან ნაწყენმა, ძალიან დანგრეულმა გითხრა რომ 7 ლარი ღირდა ერთი ბოთლი წყალი ნანუკა. 9 ლიტრი წყალი ღირდა 7 ლარი. შენც რო წამოსულიყავი, მაგიტო გითხარით არ ჩითქო რა, რომ შენც რო წამოსულიყავი კოპალას დავждები და 28 ლარი. მე ჩავსხედე თვითფრინავებში. ძალიან მე მაგრად მიჭირს აი თვითფრინავში ძილი რა. აი ძალიან მაგრად მიჭირს. როგორც კი მიმათ აი ესე როგორც კი გადავა, ან ესე ვიღვიძებ, ან ფეხს ვიქნევ. ანუ აი რაღაცას ვაკეთებ ხომ, რა ფეხს ვიქნევ ძალიან ის. და რა თქმა უნდა ვერ დავიძინე, გადათენებული მქონდა, ჩავედით ვენის აეროპორტში. კაუჩი მაგარში გავაცე და მეთქი ვენაში ვარ, თქო ვენაში კათეტერი ვარ და აპოჩი ვარ მეთქი ვენაში თქო. ჩემი აი ვენაში არ გავიცი. მახარ. დაკისბრუგეში ამი გადაიხადა. 227 იყო 250 ლარი გადავიყადე ვენდისში ტაკის ბურგერი, ანუ 3 წამი რა. მაგას ვქვა ტაკის თამაში. რაღაცები ვაკეთეთ, რაღაცები ვიხალისეთ, ვჭამეთ, დავლიეთ. მახარამაც დალია, მე მახარა ძალიან სვად გახდა, თვითფრინავში თუმე მე რომ ამერს ვებრძოდი, ანუ ჩემ ძილს რო ვებრძოდი, მახარა უკან თუმე კვდებოდა რა. მოყევი? რა გჭირდა მა? სიმოხმა დამას, ხაში კიდე კაი არის, რამდენი მეგობარი ხარო? აი მე მისი რა. უცებ სიმოხმა დამას, ხამო დამას რა. აი ვერაფერს ვეღარ ვიცახარ შეჭი. ეთყობეს შეეს ეს სლაიზი ის ხუთაის საერთოდ კაი. გაუფილტრა მაინც ხო. მე ვამბობ რომ პანიკური შეტევა ქონდა თქო და იმას არ უსწორდება პანიკური შეტევა რო აქ ამ ხელა კაც და არაო პანიკური შეტევა მქონდა სიცხე მომცა უცებ. იანა ძლივს მოაბრუნეს თურმე მახარა. მე ჩავედით კატანიაში რომ გამოვედით აეროპორტიდან დაგხვდა აი გაუსაძლისი სიცხე იყო რა. მანდაც დიდი ხანი მოგვიწელოდნენ იმიტომ რომ გიორგი კალატოზი კარგად იცით წარმატებული იუთუბერია თავზე აყრია ფული არ იცით სად დახარჯოს და წავიდა და ჰოლანდიაში გულაოდა და ეგ როგორც VIP როჟა და ყველაზე ისეთი პოტკნატიპი ჰოლანდიიდან ჩამოვიდა და მაგას ველოდეთ იმ სიცხეში. ვიტო ჟდებოდი მე? რამდენი ხანია ვდგავართ? 2 საათი ნახევარია მინიმუმ. და რატო ვდგავართ? და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ამ დგომას არანაირი შედეგი არ მოდის. უბრალოდ ვდგავართ. კალა. ფეხები შეკეცე. რატო დააგვიანე? ვიტო პილოტი იყო, ცუდად გახდა. დაჯეკ. ეს უეჭველი კალთაშინა ჩავუძდეთ რომ ვიღაც. თუ კალთაში აჯდება ქორო ყველაზე ის არის. რა არა ორგანიზებული ის არის რა. ბიჭებო ესეთი გეგმა იყო რომ კაროჩე ჩამოვდივართ. სადღაც პირველზე უნდა ვიყოთ, სადღაც პირველზე უნდა ვიყოთ იქ რა ქვია სასტუმროში. დაჭამი დავხვდებიან. დავიზებთ რა 2-ზე ვიქნებოდით აქ, 4-ზე ვიქნებოდით სასტუმროში ოღონდ. თავის მასაჟებიან, შხავპიან, საუბრიან, ყველაფრიან და საუზმეს მოგვართმევდნენ თან სპეციალურად ჩვენთვის რაღაცა სენდვიჩი შეიქმნა, ხო? და ვის ველოდებოდით ამდენი ხანი? გიორგი, ყლექუდა, კალატოზი. რა ყლექუდა შეჩემა. ძლივს ჩამოვიდა
პარკით რა. აი აუზზე რო დადიხარ, ხო იცი, აუზზე რო პარკი კი სახოცი სათვალე შლოპანცი და რა პლავკა რომ მიგაგდა ტრუსიკი ერთი წალი. აი ეგეთი ბარგით იყო და ჩვენ ვეღადავებოდა რომ აუ რამხელა ბარგი, ან ჯერ მე მეღადავება რა, რომ აუ რამხელა ბარგი გაქოს, საცხოვრებლად გადმოხვეყო, ჩემი ქონდა მარტო ნანახი. და მეღადავება რა, საცხოვრებლად გადმოხვედი და აუ რა გიდევს და რაღაცა და თვითონ ჭირავს მართლა გეუნები ერთი წალი ანუ აი როგორი პატარა რაღაცა უდევს, აი ძალიან რა იცოდა ჯიბეში ჩაიწყობდა რაც მაგ ჩანთაში უდევს რა, ანუ ჯიბით წამოიღებდა. მაპზე მოვნიშნე ჩვენი სასტუმრო და მოვდივარ მოკლედ. არ ვიცი ფასიანი გზებია უფასოა, ჩორნი ხოდები აზზე არა ვარ. ზოგი გზას ჭირდება ფული რო გადაიხატო რომ იარო. სტაიაში გავიდგა. ბასლაი. ბიჭო, გაჩვამდით ახლა. ერთ წამი გიდი მეტყვის. ხო. გიგი ბავშვები ხართ? არ ჩვენდებია, რა ვიცი. ჩვენ? არა, ჩემო ძმაო, დაღლილები. ამბობს ანიფე და გადახდილი აქვს ფული რომ პასპორტში ანანო ეწეროს. Yes. მაგრა გამიტყვე. გისმენთ. გაქრია ბაბაჭო. ეს ბიჭო, ამას როგორ არ აქვს თავისი YouTube არხი? რა არ მაქვს ეს ბიჭო. სანამ სიცილიას გავტოვებ, მიაფოკოს მეც გავტოვებ. იაღვას გამარჯობა მეგობრებო. აუცილებლად გამოიწერეთ ხორო და ბაშა. დამამარდა არის მართლა ძალიან, მაგრამ თამაშობს ბურას, დომინოს და ეგეთ რაღაცა. უბნის კაცის თამაშებს. და 13 წლისა. და არის 13 წლის. ეხა მოეწყო მე-9 კლასში. სალამი, როგორ ახარ? ვიდეს საუბრები? გიო. მიოსაუბრი შენ გამომწერებს კიდევ ერთხელ. ეს რა არის? ეს არის რაც ვარ. ეს არის სივრცე რომელიც დაიფყარი, ხო შენი? არა, ეს არის გულში. სივრცე რომელიც მართლა დაიფყარი. მუცელი რა, მუცელი. ეს არა, შეჭი. აჯა, მოდი. ესე, ეცადე, ეს დადეკი. აჯა, მოდი, რაღაც უნდა მოვწმა და გადამიღე რა. მიდი მოუწმო. გამრჩა თმა. აოპა, მოიწმო. აი ხოკა გადასაწევი. აუ, ძალიან ცოტა, მიდი. არ შეგეშინეს მართლა, იმე ჩათვალე ინდუსტრიულად. ეს ესე როქნა. ნუ გეშინია ბიჭო. ეგრე აღარ ჩანს. შეება გამომხმარი აქვს ტვინი და მოედოს, შეჩება. ესე არა. ყური დაუცე, შიგითარ შევიდეს ბოლი, კაია. მიდი. კი. სიროში. გამარჯობა, როგორ ხართ? ალაიკეთ ეს ვიდეო უეჭვა. ეს რა გამაღიზიანებელია, просто და დამცინა. სურათს რო ხვდებს, იცი ეგა? რატომ მეუნებიო რომ პოლიციას დამაყენებ, ბოდიშხა მოგიხადეო. ისე დავწერო, რამხელა ტრაკი გაქვს, მართლა რამხელა ტრაკი გაქვს და კომპლიმენტი გითხარ და რატომ და აუ, არა პოლიციას შენ ბიძაშვილსო უთხარიო უკვე და სურათს ჩაუგდებს და ბიძაშვილი არის ქოროზე გამხდა. ამის პასუხი არის რომ ეს ვიჩემი უკანვე მაგ ბოდიში. ანუ ის კი არა რომ ამ ქოროზე თესლა ვიხა, კაროჩე ვაურანჩი გაუჭედა ვიღაცას რა, აი ძალიან გაუჭედა, როგორ გაუჭედა, იცი სერიოზულად უჩხმე და you're fucking fuck და რაღაცებს ეძახის რა, ხო არ იცის, კარგად გემრიელად ვერ აგინებს რა ინგლისურად და მე დედის მუტელი და ქართულად ძალიან ბევრი და ინსტაგრამზე დამამატეო შენი დედა მოტყვა და გიორგი კორიძე რაც უწერა დამამატა რა და ცოტა ხანი გადის რა და იცის რომ ამ ბილდი თუ ანუ ამ ტალენტო ვერავის დედას ვერ მოტყნა დასცინა და მე ძალიან დიდი ხანი და მე დაბლოკა შეჭმა იმან და ის გადავიდა Facebook-ზე იპოვა, Facebook-ზე ყველა ფოტოზე დაუწერა დედის გინება და იქაც დაბლოკა და მე ამის მეგობრების ფოტოები, ანუ მეგობრე ფრენდებზე გადავიდა და აუ ეხლა აქედან რომ გადახვალთ, ხო იცი რა ტემპერატურაშიც გადახვალთ, ანუ აი ტოსტერზე დადგამთ ფეხს ეგრევე გახურებულ. ვაფშე არ მინდა არაფრის ხის შესანიშნავის ნახვა. მახარაზის ხიფისას თამბეშტავი არაფერი არ იქნება აქ. ახე იმენა ბომბს დაფლენთა ეს ხო და ჩასატკავდები. სად გავაჩერეთ? მაჯო, არ უწევი. სად გავაჩერეთ? ხო. უკან არის ხო პარკინგი? აი ეს წამი. რატო რა არის? ახარაში ვერ გადაგონიხსნა. ვირიძეგლი ნახე? ვირიძეგლი არის? სად არის აბა? ნახე? სერიოზულად გეუბნები. მართლა არის ვირიძეგლი? არ სიღრაღს ხო კაოს და ეს ემატება ამ ყველაფერს რომ ვირიძეგლი დგას. ვარჯიშის დროს. ცოტა ცხიმს, მაგრამ ცილიანს. Those guys are Georgians, those are not Sicilians. აი რა თეთრ ლექსი დავწერე იცი, უცე. მერა ჯუტაი ჯაპანი, ოჯმაზი გაკანი, ორაკის მანტო პაზე პაჟუვანე ფენი. ტიპი. ესე ყაზანო ხდება სკრილექსი. დასტავ.
ეს რო დაისიცხები, ხო ეს აი ეს მას უნდა უღებდეთ. ეს ეკვა ძალიან ის ეკვა არის. თამბიჭო ხედვაც აქვს მაო რა. ანუ ჩემ ხედვასთან რა გინეს შეყა. სხვადასხვა შორის ვისაც გაინტერესებდა ძალიან ცნობილი TikTok-ი არის რამდენი დაჯდაო რა რესტორანიო რესტორანში შევედით სრულისპირა რესტორანში შევედით ყველაფერს ეწერა ანუ ყველაფერი მოლუსკების განკეთდება და საერთოდ ყველაფერი და ამ ყველა მოვარჩიეთ რაღაც საჭმელი 30 კაცი ვჭამეთ ვიდეოციც კი იცით ეგ ვიდეო რამდენი დაჯდა სუფრაო მე ვთქვი 650 евро ეხლა უყურეთ რა მოხდა მე ვთქვი 650 евро და მაგის მერე შევუკვეთეს ტირამისუები, ლუდები შევუკვეთეთ, დესერტები, ყავა, ჩაი, ბამბანერკა, ბევრი რაღაც შევუკვეთეს და ბოლოთასთან მივედი და მეთქი მეუბნები რომ ეხა შეიცვლება მეთქი. ანუ მეტის ვიტყვი მეთქი, იმიტომ რომ როცა მკითხე მაშინ იქნება და მაგდენის თქო და ეხლა იქნება და მეტის თქო და 870 ევროსი იქნება თქო. იქიდან 3000 евро და 2700 евро და იძახიან რაღაცა ავსტრალურ თანხებს რა. ჯითუჯი ცოტა ცუდად არის, იმიტომ რომ 3000 евро ერთ ჭამაზე რესტორანში ადამიანმა რომ დატოვოს, რა თქმა უნდა გამართლებული არ არის. 3000 ევროს დაამატებ 2000 ევროს და ძალიან კარგ მანქანას იყიდი. იდეალურ მანქანას იყიდი რა. და მენიუში აიყო ისე რომ არ ღირდა ძვირი რა რაღაცეები რა და ვთქვი 870-ის იქნებოდა. თქო და ეხლა ჩემ გამომწერებს მაგაზე პასუხი, რომ აი გაინტერესებთ რა დაჯდა ის სუფრა, 880 евро დაჯდა ის სუფრა. და მე ვთქვი 870. მაგრამ ჩასმულია რომ ამბობ 650. იმიტომ რომ ბოლოთას არ უნდა რომ მე წარმატებული ვიყო. და არ ჩამისვა ის მომენტი. მეორე ჭამა იყო 600-ის, 660-ის, 500-ი ვთქვი. გათენდა მეორე დღე, ჯითუჯიმ წაგვიყვანა ეკლესიაში, მონასტერში, თუ რაღაც ეგეთში, სადაც ვიღაცამ ჯვარი დაიწერა კროსნიაწეცის ფილმში. კროსნიაწეცში და მართლა როგორც ხელა იცით, ცოტა მაღლა არის. ანუ შემაღლებულ ზემოთ უნდა იარო, ანუ მზესთან მართლა გრძნობ, რომ მზე უფრო ახლოს არის შენთან. ნახე. აი ხო, ქრისტეს. იესოს წამება. იესოს წამება არის, თიხაზე. ხო, ძალიან სიმბოლურია, რომ ძალიან დიდ აღმართს ამოდიხარ. რომ მოხვიდე ეკლესიაში და ეს არის გოლგოთას ამობის რეფერენსი რა, ზუსტად. მაგიტო თქვი წეგან რომ ეს დავიღალე აღმოსეთ მეთქი. ის რაღაც პოსტორი იდეაში გოლგოთას ის არის სიმბოლიზმი. სხვა შორის ძალიან ბევრი ევროპულ ქვეყანაში ესეთი ტაძრები ყოველთვის მაღალზე იყო მაგის სიმბოლიზმის გამო, გოლგოთას სიმბოლიზმის გამო. ყველას უნდოდა რომ აი გზა გაევლო მოწმუნეს და მაქსიმალურად მაღლა აკეთებდნენ ხოლმე, ალბათ ჩვენთან გახიზნის ამბავი იყო საქართველოში ქრისტიანული ეკლესიები, იმიტომ რომ ვიხიზნებოდით ხოლმე როცა შემოსევები იყო რა. სადღაც ტყეში, ხო? ამ თაში ვიხიზნებოდით ხოლმე, ეგრე ტაძარი გერგეთის სამებაც მაგათაც მაგიტო არ გაკეთებდა. იქ რა და თან ღმერთთან ახლოს ყოფნა კიდეც აკე ყოფნა როცა სტუდენტები ნაკლები იყოს, მაგრამ ამათთან არის იდეოლოგიურად რომ გოლგოთას მთა უნდა აიარო. ეს არის დრონი, ეკლესია. ჩვენთან ეგეთი დიღომში არის ესეთი ბაითები რა. დიდი ანუ იქით ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე საქალაქო სასამართლოს ვაუყვები ესეთი სახლები უდგათ ბიზნესმენები. ხო არის ეგრე რომ ზემოთ რო ადიხარ უფრო სიგრილია. არა ძმაო, აქ ზემოთ რო ვედით უფრო სიცხე იყო. და აი ყველა ვიბრძვით გადარჩენისთვის და ჩრდილს ვეძებთ და ჩრდილში კიდე მეორე ჩრდილს ვაკეთებთ იქნებ რაღაცნაირად აი ცოტა ნაკლებად ანუ ყველა სუსველი ანუ სუაფლიანები ვიყავით. აი 20 აი სუ ცხელოდა და ჯითუჯი გამოდის უცებ აცვია ანუ პერანგზე აცვია ჟილეტი და ჟილეტზე აცვია ტყავის კურტკა. ეს ადამიანი AI ხარ თუ ადამიანი ხარ? რომ ვიცოდე. მე ზოგადად შემქმნეს იმიტომ რომ აქ მოსულიყავი. წარმოგიდგენთ ეხლა მაცვია ნაჭერი მადევს პროსტა ტანზე და ვიბრიდები და ეს ადამიანი არის ლეგენდა ძმაო. ნახეთ. ქუდი იმხელა ქუდი ახრავს რომ ქუჩი წყალი მკა ხო? წყალი მოდის ხო? ანუ გონკანი აქ. თორე არ გცხელა საერთოდ. შესანიშნავი ადამიანი ძმაო. უნდა დააფასოთ, უნდა ადგეთ ეხლა. გააკეთოთ ერთი ახალი აკაუნტი და გამოიწეროთ. მეგობრებო, უკეთეს არ სუნთქავს მისი სხეული რა. და როგორი სიცხე არის იცი და ერთი ჩემი საყვარელი ვიდეოა რა. იმენა ტრალალა როგორი brain rot-იც არის, მაგაზე დიდი brain rot-ი არის, ჯითუჯირო რაღაცა იტალიაში, კატანიაში, სიცილიაზე ეკლესიის პოპულარული ეკლესიის წინ 45 გრადუს სიცხეში მაფიის წამყვანი იუთუბერი ტყავის პლაჟში მამაფლექსის მუსიკაზე ცეკვავს აჭარულს.
ერთი ლირიკა მაგ ბიჭო მაშინ ჰარალე მისი ლირიკა მაგ მაშინ ჰარი ჰარალე ბიჭებს ვახვევ მამა ბობ მარლე გოგო ხევასება მოტო ჯითუჯი სად არისო და ეგეთი ხუმრობა ვთქვა ნუკა რომ აი ხამ ჩამოედინება თქო მალე თქო აი ეს შეხედეთ აი ვიდექი ჩემთვის ვიდექი ჩემთვის მოვიდა აი ეს მღერის ფერი აი ეს არაქისის ფეხსაცმელები დამადო და აი ეს უკნა აი ხა მოდი ენა გამოვაკონდით ლეგალურ ძალადობაზე ნან ვის არა ხეხართ ლაპარაკობთ ან ლაშას შემთხვევაში არ გამოდის იმიტომ რომ თვითონ არის სვერპლი რა ანუ თუ გაგაბრაზებს ადამიანი ვისაც ეღუტუნება შეგიძლია რომ ფიზიკურად მოუღუტუნო და იქამდე უღუტუნო სანამ ცუდად არ გახდება ხო რა თან არა უღუტუნე ეხლა რომ წამენგე პოლიცია მოდის და რა ხდება რა ტრაკივილის და მიუღუტუნებს და YouTube-ის პანაშვილი. გავედი გამოდი წინ ზღარო ჩამომისხიო იტალიური ღვინო. არა ტექსტს მე გავიშალე დურად გავიყავით. მე მინდოდა მოლში წასვლა, მაგრამ ბოლოთასაც უნდა და ერთი მანქანა იყო მარტო ცარიელი და გავუშვით. ბოლოთა მე წავედი ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვაზე ვიცურავე. ჯიდვაჯი მოგვიყვანა სამომყარეს აბა ზღვასთან. მე კოპალა ვარ, ვინც არ მიცნობთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. მაგრამ მე რა კითხვა? ნახე, საუკეთესო ქონება არა გაჩვენება ქონდეს? ქონები არა, ქონება. საუკეთესო ქონება, მოსახალე. ქონება. იმ ხალხებზე ვიდეოები ქონდა. ხო, საუკეთესო ქონება. მარილიან ანუკა, სხვადასხვა მინდა ვაღიარო. იმედი ამაპატიებ. ორი გოგო იყო იქ. ვინც ტიტველი იწვა სუნთლიანად. და ესე შევხედე და всё. ანუ გამიკვირდა. კი. ყველამ ჩემ გარდა ყველამ გადაიღო ფოტო. ანუ არ მოგიწონა. იც როგორ რაღაც იყო ჩემთვის. ორივეს ის ქონდა, შრამი ქონდა ძუძუს ქვეშ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს რა. აი ორივეს შრამი ქონდა რა. და რო იყვნენ, ანუ ესე ქონდათ, ზემოთ ქონდათ რაღაცნაირად ამოცებული. მესამე დღე იყო ძალიან რთული, გადაღების დღე იყო ძალიან რთული. დილას ავდექით. აუ, იდეებს იღე. ახლა გასმიძებულზე ანეკდოტი რო არ მოყვე. აუ, სუბზირო ხარ? ხო. ხო, თქვი, აქ უნდა გამწვანებული იყო. აგზელა vaše subscribers. Subscriberi vaši. Koros რომ ამობით ელექტრაკი აქო, ვინც აჰა. წერდნენ, ხო? ხო. ლაშა ბექაური მიტარებს ილუზიონისტურ ტრიქს. ნახე უყურე? მე მაინც კამერაშიც რო გამოჩნდეს, განახებ რომ ყველა კარტი არის განსხვავებული. არაფერი ისეთი ორიგინალური რაღაც აქედანაც ყველა განსხვავებულია რა. კამერამ დააფიქსოს, მე რომ მაფიქსირებს. მაგრამ ბასტო შენ რა უნდა გააკეთო რა. მე ხა ეს კარტი რაც არ უნდა ავჩეხო რა, მოუჭრა და ასე შემდგომ რა. ბიჭო, ვიდეოს გადაღებაა რა სიტყვებს იზია. გამოვთვი და შენ უბრალოდ რას გააკეთე, იცი? მე მინდა რომ დაიწყო უბრალოდ აი ესე გამოთქვა. და როცა გინდა გაჩერე. სადღაცას იგზნო. პროსტა მინდა რომ სადღაცას გაჩერე. სადღაცას? მე შევხედე და როცა გინდა გაჩერე. გავაკეთე შემიძლია მიყანე? არა, უყურე წავს. ნახე ეს. ეხა შეგადა და 1 ესე არ უნდა დათვალო. მინდა შევხედო და იცოდა ნელ-ნელა როცა გინდა შევხედე და ნელა არ იჭრა. როცა გინდა გაჩერე. ხო, გავჩერდე. ანუ თუ გინდა გააგრძელე. არა, გავჩერდე. დარწმუნებული დაიჭერე. კი. კარგი. მინდა რომ ეს კარტი გადმოატყეო რაც გაჩერდი და წინ დადო პირდაპირ ის რომ ყველამ დაინახოს. კაი. ეხლა ნახე რა ხდება რა. თემა რა არის? შენ მე გითხრა თუ გინდა გააგრძელებ. მაგრამ არ გააგრძელებ. ერთითაც რო გაგეგძელებინა. ქნებოდა ტუზი აგო. შეიძლება რატომღაც უფრო ადრე გაჩერებულიყავი მაგალითად 10-იან ყოველს. ან შეიძლება იმდენად შორს წასულიყავი რომ აქედან ნებისმიერი კარტი ამოსულიყო. ხო მართალია? მაგრამ რატომღაც შენ დამაჯვარზე გაჩერდი. ეს იყო შენი თავისუფალი გადაწყვეტილება. ხო მართალია? რეალურად მე ამ ფოკუსად დავიწყებდი. ხო. აი ამ ჯიბეში. ხო. მარტო ერთი კარტი მაქვს. ეხლა დამაჯვარი თუ არის? აი ამ ჯიბეში მაქვს. გატაკებ ეგრევე. მიცე ერთი წუთით.
ყველა დამაჯვარი ხო ჩემი დედავატებ და ეს არის დამაჯვარი. ეხლა თუ მაგრამ ვიღაცას გონია რომ აქ შეიძლება ბევრი კარტი მაქვს. რა კაი კიდევ ერთი დამაჯვარი. შენ გამდა. ანუ აქ რეალურად ეს გამო ჩემი დედავს. გამოდი. ეს დავწვათ, ეს ამასთან ერთად მაგიდაზე ავждები სიგზე მკიდია. და ძალიან ცხელა მაგ დღესაც რა თქმა უნდა ძალიან და სანამ იქ მივიდოდით ამ კროსნია წესის სახლში სანამ მივიდოდით გავჩერდით რესტორანში რა და ორი ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა მათ რა ქორომ შევკეთა ფრი რა და იცვა ესე თეთრი სარჭკა ხო იცი ქოროს ეზიზღება ზოგადად იცი როგორი ვიდეო აქვს დალექებული ნაგვის პარკი აიღო ქალმა რა ვითომ და ის წუწი რო ჩამოვიდა ფეხზე დაეწვეთა და იმან ფეხი მოიჭრა რა და ქორო მართლა ეგეთია რა რაღაც რო დაეწვეთოს ხელზე აი რაღაცა აი ფეხზე ნაგვის წუწი რო დაეწვეთოს მართლა ფეხს მოიჭრის რა ანუ ისეთი ის აი ძალიან პელენწუკა არის აი ყველაზე ეგეთი ტიპი არის ვისაც ვიცნობ და პიცა იყო და როგორ თემა იყო რომ პიცაზე ზემოდან იყო ბევრი რაღაც ხო იყო და რომ აიღებდა ეს სრიალდებოდა რა ქვემოთ ჩამოსრიალდა და ეს აიღო და ჩაიდა სამპილონები და ჩამოსრიალდა და აი აქ დაეწვეთა რა მთლიანად დაესხა რა და ჩვენ ხო დავიწყეთ სიცილი ძალიან ვიცით აი მთელი ვიხევით თან ქოროს რო ემართება ძალიან საცილო იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაგას წყინს ყველაზე მეტად მაგას ტკივა ეგ ამბავი და კვდება აი ძალიან ცუდად არის რა და ჩვენ ხო დავუცინით და რა გაკეთა იცი ესე ხო იყო და ესე ხო ხელს ვერ კიდევს რა ესე არის ამას უყურებს და ჩვენ იქ ხო ხალთ ციცელი და ესე გააკეთა ყურებს მოიკიდა და ესე იყო ძალიან დიდი ხანი ეს და თვალი ქონა დახუჭული ბავშვები რო აკეთებენ ხო იცი ეს თვალი ქონა დახუჭული და ბოლოს ისე მართლა ისე ცუდად გახდა და ისეთ კრუნჩხებს ჩავარდა რომ მახარა მე მაგაიქცა მარილი მოიტანა მარილი დააყარა მარილით ამოუყვანა და ასე შემდეგ მენიუს რო ვკითხულობ ვიცი დაახლოებით ვინ რა უნდა ჭამოს რა ეხა ვიცი რომ ვინ რას შეუკვეთავს და მენდრისი მჭამელი არ არის და მახარამ ადგა და თავისვით პირველად შეუკვენა მე შეუკვენა ვოლკანო პიცა უთხრა რა ანუ ვოლკანო რა ანუ კაროჩი ვოლკანო ალბათ წარმოიდგინე რომ რაღაცა ვულკანი და წითელი და აი როგორც აი ვულკანო პიცა რაც წარმოგიდგენიათ დაახლოებით ეგ წარმოიდგინა მაგასაც რა და მე ვუთხარი რომ მეთქი მახარ რა ვულკანო ანუ ეს კაი პიცა ეს მაგალითად დიავოლა არის პიცა რომელიც ცოტა ცხარე არის რა მაგრამ პეპერონი აღონ ცხარე რო აიღო რა იქ რაღაცა სალიამი რაღაცები იყო პროშუტო პრაშუტო რაღაცები იყო ადეკვატურები რაც ვიცით მაგრამ ამან გააქნა და შეუკვეთა ვულკანო და მოუტანეს პიცა როგორი პიცა იცი ცომი იყო ქვემოთ და ზემოთ აი რაც ზღვასთან ასოცირდება ყველაფერი რა მოლუსკები რვა ფეხა ქვა იქ ზღვის ქვა ლოკოკინა შლოპანცი შეზლონგი მაშველი კამერა ტაოტი მაზუთი რა ვიცი ანუ კოღო ყველაფერი რაც კი აი ესე მოიტანა ჩემ ძიმე იყო მართლა ქვები ეყარა ანუ ზედ ანუ მართლა გემუნები აი ხა ზღვა ეს ცომი რო შეიტანო ზღვაში ესე ჩაიღო ჩაწიო და ესე და რაც ამოყვება ეგ რო ამოიღო და შეწვა რა და მოუტანეს რაჩე არასდროს არ დანებდება מחარა ეგეთ დროს რა რომ როცა იტყვის რომ ვიცოდი ამის შეკვეთაო აი სუოდნავ რო შეეძლოს ჭამა აი ოდნავადაც რო შეეძლოს აი ოდნავადაც აი 1%-ზეც რო შეეძლოს ჭამა უეჭველი შეჭამს მაგრამ პირი ვერ დააკარა და ვერც მიხვდა ეგ როგორ უნდა ეჭამა ანუ არ ვერ შეჭამდი რა ანუ მართლა გონები ცომი და ზემოთ ხრეში და აი საცეცები და დევი ჯონსი და ჯეკ ბეღურა და აი კაროჩი ყველაფერი ზედ იყო რაც ზღვასთან ასოცირდება რა თქმა უნდა ვერ შეჭამა მე გიორგი კალატოსმა გადაიღო მთლიანად ან თავისი პორცია რო დაამთავრა მე ქოროსაც რო ქოროს პირიც აშორებდა იმას პიცას მოდი მოგაშორებე და პირიც მივიდა რო ეჭამა ეგეცო დაამთავრა მე გადაიღო ძალიან მშვიდად საეჭვოს ისა מחარას პიცა იქიდან ამოჭამა ცომი არ შეჭამა რა მაგრამ ზემოდან რაც იყო ყველაფერი ამოჭამა ძალიან გემრიელიო თქვა ჩავწხეთ მაგაზე წავედით მივედით იქ სხვა შორის ძალიან საინტერესოა კიდე რომ პაროდიებში ანუ თემურ ციკლაურის სიმღერების კარაოკეში ეჯიბრებოდა מחარა და კალა ერთმანეთს რა ეგ როგორ არ გადავიღე პროსტა რა ანუ ეგ დაუწერეთ ვინც ხართ מחარას გამომწერი და კალას გამომწერი ვინც ხართ დაუწერეთ რომ გააკეთონ იგივე შეჯიბრი მოვედით მეა თემურ ციკლაური რატო არ გადაიღე ბიჭო ეგეთ კაი კონტენტია იქ ბიჭო იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი თქვენი კონტენტია მეგობრებო რა და ჩვენი კონტენტი არავინ არ იღებდა გასაგებია მაგრამ თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს კონტენტი იმიტომ რომ ისეთ გამართეთ რომ
ბევრი გაერთობა ჩემს. მოკლედ თემურ ციკლაურობის ფეთლი ჩაატარეს. მახარამ და კალამ მოუგო რა. ბოლოს მახარა რაღაც დაუკრეფავში გადავიდა, საქსაფონს აკეთებდა პირით და მაინც ვერ შეძლო. კალამ დაამარცხა, მაგრამ აღმოვაჩინე ნანუკა, რომ კალა ხო კარგად აკეთებს პაროდიებს. აი მის პაროდია საკეთებს კარგი, აი ეს ტიპი რა ხო იცი? მაგას აკეთებს ერთი იდეალურად რა, რამდენჯერაც უნდა გაკეთოს, თუ გამეცინება. მაგრამ ვახო ბოლოთაშვილი პაროდისტია. ვახო ბოლოთაშვილის ისეთი რაღაცები აქვს დაჭერილი. კაც საბასაპანდის პაროდია გააკეთ რა. დედასპიცა ვარ. ანუ მოვკვდი სიცილით რა. ჩემი კონტენტისთვის ვახო გააკეთებს უთესლეს რაღაცას, რასაც ვიხვეწარი გაიხანია. აი. მოგისამები ჯუთიმის ბუთას გამიწევდი, ჯოქს დალეკეთ დღეს სავთამაშია. ამან ხო მომდის. საბას აროდია. მოდი საბა. ანა. საბა პატი. ანა. გიკვინეს საბა, თანყლებზე გიკვინეს როიზო. არ განახეთ შანსიერა. აი 10 ევრო ყველა რო შევ. არა. საბა თემატყვის გავაკეთე. საბა საქშენი პაროდია აქ შენი დამოგამული ძალიან კარგი. არასდროსად გააკეთო პაროდია იმის პაროდიაც არის. არა, ეს მაგიტო გამოგიშვეს იუმორინა. და თუკაია გამეცინე მამა, მე ვერ სამი არ მეცინე. აი, სპარაგეთო. ხო ვარიანტი არ ჯდებოდა პროსტა. მე გადავიღებ ესე. მოგისამე ვაყურებო ჯოთის ფახი გამოვიწე დალე ძალიან მაგარი ვიდეოგელდება სკოლას ხელია გაიტანს გოლსა ჩვენ ნაკლები სამის წავი არ ვაკეთე მაგარი ეგ ავაჟე თუ ეგ იყო მიზანი ეგრე ხო ეგრე კი ხო რა თქმა უნდა მე ტიტრებს რატომ ვადებ იცი ჩემი ვიდეოებს იმიტომ რა ჩემი ქორო დაჭდა უეჭველი ქოროს მელოდია ჰა ხარა კოპალ ასე გიხო? ჩემ ერთად გამომწერს უნდა შენთან ზასავა და შეიძლება რომ კამერა გაზასო. მოდი. მე? მე დავდი, ჯობია რომ დამის. მართლა დავიღო. არ გინდა მეორე ხელში ისიც აქეთ ხელში ნემსი შპიცი რო გადასაც. თავარი ამაში არ ჩავაფერფლო, ეს კაია რომ ერთ ხელში მიჭრავს ორივე. არ ჩავაფერფლებ და მე არ დავლევ ყლეობას. მევჯე მომწია. ყლეობა არის როდესაც ფერფლი აშიგნით თუ ისედაც? არა. ფერფლი აშიგნით. ამ ფერფლი ყლეობაში. ნახო ბოლოს. ბასტოს აქვს საუკეთესო ვლოგების სტილი. იცით რა, ეხეთი სტილი ახალ სტილზე გადავედი, ყველაზე ვამბ რაღაც კარგს, რომ ვინ როდეს გახდება მილიონერი არ ვიცი და პროსტა რომ მეთქვა რომ აი გახდა ზიგით ხარით, ხო? მე უეჭველი გავხდები ეცე. ხო და ძალიან მაგარი ნიჭიერი ადამიანი ხარ. ნოდო. მეუწე ბეთჰოვენს რო გამოვაჯბე. აუ ეხა განახებ. რატომ დაიშვა თეთრი ისიც შევიდე და არა, გათხოვდა პროთ. პეთხიჩ. პეთხიჩ. ბახექს. ბახექს სული ვიცის და იღებს პეთხიჩა. რაუნდი პეტროჩკას. პეთხიჩ დამიჭირე წამე. მეგონი არ ჩახარ. არა ნახე ეკენი და ფოტო გადაგიწო რა მიდი ხო არ მინდა რა. არა შენინება არ არის. ერთ ფოტო უნდა გადავიღოთ მე რა. კორო. ის არ მოიწი. კაროჩი. ჩემიზმო. კაროჩი. კოპა არის გადაკუზული რა. ელოდება საბა რა. ეს კნა. შენ აბაშიძე რო იყო? ინდელებული გაქნებოდა?
შენო შენ კუჭი რომ მოიწერე შეჭამე ხო შეჭამე ეს მანქანაა ნახე აქ გავაჩერე კარგი მე გასასვლელი ვარ წავედი აბა შიო პული აგო კუჭი რომ მოიწერე შეჭამ წაგე არის არა ისე გამოვიდრო დაგიძახოთ წაგე დავაში ვარ აუ რა ვცე მე გოგო ტაურ მინა არის ესეთი ადგილი არის სადაც ადიხარ ზემოთ და აი ჩვეულებრივი რაღაცა ცენტრი არის რაღაცა ბევრი რაღაცის რა მაღაზიები არის რესტორნებია ოღონდ ძალიან ფოი რა ანუ აი შარდენ მოშარდენო ჟანრის ეგეთი რაღაცა არის ანდაც ძალიან საინტერესო იყო კარგად ვჭამეთ სხვათა შორის ეს ბოტასები ვიყიდე ახლა ლამაზი ბოტასები ეს ბოტასები მანდ ვიყიდე 180 евро იმივეცი. ყველაზე კარგად აქ ხერია, ანუ ხერია? იტალიაში. ანუ ძალიან წამღერება ენა. ყველაზე ამბობს ყველაზე კარგად იტალიაში მღერიანო? ჰა? შეგეძეთ თმა. შეგწერი. სიცილიას გულისხმო? არა, იტალიას. იტალიაში რა თქმა უნდა მაგრად მღერია. ყველაზე მსოფლიოში. Maybe, იმიტომ რომ იტალიური ოპერა ერთ-ერთი number 1-ია. ოპერა არა ყველაფერში რა. ხო, და თან აქედან ხო წავიდა მთელი ლირიკა, ამიტომ. ლირიკები აქედან წავიდა? ანუ ჩემო ბიჭებ რომ ეკითხავენ, და დადგა თამაშის დღე. და თამაში ხა გეტყვით რა მოხდა რა. ოჩე მე ამომივიდა ჯითუჯი აეროპორტებში არის ლაუნჯები რა ხო იცი? ლაუნჯი არის, სადაც შეგიძლია რაღაც ბარათი თუ გაქვს შედიხარ რა. და 35 евро ღირს რო შეხვიდე რა ზედმე ერთ ბარათი თუ შედის და მეორე ტიპის თუ გინდა შეკვანა 35 ევროდან გადაიხადა და გადაიხადა 35 евро. და რო შევიდა აი უბრალოდ უნდა ამოვიღო რა რაც დავხარჯეო და 35 გრადუს სიცხეში იპარავს კარაქს ჩემი დედა მყარ რა დახტება მომისმინე ეცოთ ხას რო უთხრა ჯერ ერთი კარაქი არ მოიპარია მაგრამ კარაქის მოიპარე აი ეს მაიონეზი მოიპარე ევრიდუხი დაიწყო და გაწურავს სახში ჩავარო. ჟამპო გოლტიე დავისხეთი 50 ევროსი დედა მოუტყანით ეს. ანუ ხალხო 150 евро გადაგვახტენეს 6 ლუდში და 5 რაღაცა თებში სალატში. ამან დედა შევეცი. უფასოდ რაც იქნება ყველაფერი და წამოვიყო. ამას ესენიც ხო წამოვიყო შეჭება შეხედე. სინემატიკებზე გიგებს. ესა ახეთ შეჭება. პროსტა აი ტიპმა ადგა და 35 გრადუსში 40-მდე ადის კარაკი მოიპარა აი და ჩანთაში ჩადოთ ბილად სიგიჟია ბოზიშვილი იყო ეხა ხოშაც მოიპარა პური ჩაუდე მადედა მოტყუნს და თან გაიხუხება მე ვიფიქრე რომ მეთქი თავიდან რომ მივდიოდი გზაში რომ 4 საათი მქონდა ლექსად ხო არ იმას ვთქვა თქო რა ხო არ დავწერო თქო რა ბაზოლდრინი აცხობს ბაზოლდრინი ქუქავს ბანალურობას ჭამს და კრეატივშიც კუკავს მრავალი ფერი თუ აქვს თემას ყველა ერთ ფერს ნუხკავს მაღალ ტემპერატურაზე კი არ ქუქავს ფუფკავს ჰა? როგორია? ვიდეოს მე კი არ ვიღებ ხატავ, კამერა კი არ მიჭირავს ფუნჯია, მაგიდასთან მაფიოს რომ ნახავ, იუთუბერი მეთევს და ჯითუჯია, თუ ვიდეოს ელოდებით მახარ, ზეცაში ვარ ყველაფერი ლურჯია, ეს თვითნავში იყო. ზეცაში ვარ ყველაფერი ლურჯია, თუ გოგო ხარ ძმა არა და დახარ, არ მწხვენია ეს უბრალოდ რუჯია, ეს მეგონა რომ მოვახერხებდი რუჯის მიღებას, ან რომ ჩავიდოდი ხო კატანია სიცილიაზე რომ ჩადიხარ ბასენიან სასტუმროში, მეგონა რომ რუჯს მივიღებდი, მაგრამ შენ არ მომიკვდე 9-ზე ავდგებოდი, შევჭამდი ქვემოთ რაღაც ბლინებს, მე და მივდიოდი სადღაც მივყავდი ჯეთუჯის აგერ აქ მოკვდა კოლერლეონე, იქ იმას ესროლა, აქ ჩაიკუნცხა და ყველა მომენტი სადაც რაც აი ბარში აქ ხელი თხოვა და ყველაფერი მანახა. ერთი ფილმი არ მაქვს ნანახი, თორე ისმენთ ბარვიტერის მოვადექით, სადაც გადაიღეს. ხო. სადაც მაიკლ კორლეონეს რომ უნდა ცოლის მოყვანა, მამამისთან მოდის და დაიბაზრება, რომ შენი შვილი ცოლად მინდაო. ეხლა უნდა შევიდე. აქ იბაზრება? კი, აი ამ ბარში ნახე. რო იცოდეთ მეგობრებო, კორლეონე სადაც კორლეონესა და ტრაკი მეც იქ უნდა დავდო ტრაკი. როგორც გითხარით, არ ვიღებ ხატავ, მე ვარ დიჯიტალ ვან გოგი. ეს ჩვეულებრივი ვლოგი არ არის ბუბუ თხრობითი ავლოგი. კედო რები მაგ დაწილი? მაგრამ თხრობითი მგონი არკმარა ეგო მიბიძგებს მეტი კიდეო ხო და მაგის დედასაც ჩავაჯი მოდი გავრითოთ მთელი ვიდეო. ყველაზე თესლი ვიდეო რაც კი გინახავთ ჩემო გამომწერებო ხელში მიჭრავს ფუტკრების კატა მიუმართავ ფუტკრებს გამომწერებო. ეს არის ნია, ეს არის კატა, ეს არის კატანიაში. ბევრი ვიფრნე თუ ცოტა ბოლოს ჩავედი კატანიაში. ჩასვლის თანავე მოდუნების და ვსვი კოკა-კოლა დაჯეკი. მერე მზემ რომ შემაწუხა ქოროს ხვირის ქვეშ ჩრილში დავჯექი. იმიტომ რომ ქოროს
პატარა ცხვირი აქვს და პატარა ჩრდილი იყო. ვახტანგურად ბიჭობას გვიყვება თავის იგავებს, ბოლოთა ბევრს კი არ ჭამს, თურმე უბრალოდ ყაყას იგავებს. ეს არის ხო? მივდივარ ვლოგის გადასაღებად, იდეები მაქვს, დოყელა მივედი, მეგონა მარტო მევიღებ, თურმე ვლოგს იღებს საერთოდ ყველა. ზოგი ოსმოთი, ზოგიც ტელეთი, ელეთი ხმაურობს, ჩუმად ელეთი. ვიდეოს ვიღებ, ხო, ხედავ ქალო, არ უნდა ბევრი ელეთმელეთი. მე კი ვზივარ და ვფიქრობ ბეჩავი. ყველგან ნუჩდავ გაქრიოზი. როგორ ჩანს ისე დროს მომიწევს ფრენად დაემთხვევა მე აყლიოზი. მგონი დამემთხვა რეებს ვღაღადებ. აყლიოზია თუ რამე სხვა, რაც გინდა დაარქვი ფაქტი ისა, ჰაერში ძალიან მაგრად გამეხსნა. და ეს მე დაწერილი მქონდა. მე იქ რო ჩავედი ისე ცხელოდა რომ ვეღარ გავაგრძელე, ანუ ყველაფერი თქოს დაწერილი მაქვს. არა და შემილია, ხო? მთლიანი ლექსად რო იყოს მთლიანი. შემდეგი ვიდეო თუ ეს ვიდეო ავა რამდენი 50000 ლექსია ვიდეო ეს. ეს ვიდეო თუ 5000 ლექსზე თუ ავა ეს ვიდეო. შემდეგი ესეთი სტილის ვიდეო რაც იქნება, ესე დამჯდარი რომ ვლაპარაკობ, ღაღადებ, მთლიან ლექსად გავაკეთებ. მოკლედ ახლა ვიდეოს რო ამონტაჟებდი, ერთ-ერთმა კომპანიამ მომწერა, რომ მოდიო აბაო ბასტო ფანტასტო, რა შეგიძლიაო მივედი და ვისაუბრეთ და უკვე ბასტო ფანტასტოს არხს ყავს მეორე ოფიციალური პარტნიორი, არც მეტი არც ნაკლები Starbucks-ი. ეხლა Starbucks-ის სამაგ ესპრესოს ხურებ, რომელიც კარგად მოქმედებს ჩემზე. ჩემზე, ჩემ გადმოსახედიდან, თორე ჩემი ირგული მყოფების გადმოსახედიდან საერთოდაც არ შეიძლება ჩემთვის ყავის დალევა. მადლობა პირველ რიგში დაფასებისთვის, მეორე რიგში მადლობა თქვენს მშობლებს, ესეთი კარგი რომ გაგაჩინოთ. მადლობის სამაგიერო AI-ის თქვენ მუსიკა დაეწერა თქვენზე და ეხლა შემოგთავაზებთ ამ მუსიკას, პატარა მუსიკა არის. Starbucks is my sponsor now. Only thing I can say is wow. I'm happy and a little bit richer. Starbucks mad lover on Khars Misher. Starbucks. More bucks. Starbucks. More bucks. More bucks. ჩამოვედი თბილისში, დავამშვიდობეთ ერთმანეთს, გადავკვეცნეთ ერთმანეთი, ჩავეხუტეთ და წამოვედი სახლში. ესე იუთუბერები არასდროს, ანუ შეიძლება ადრე იყვნენ ვინმე წასულა ეგრე, მაგრამ მე რა სადაც მონაწილეობა მიმიღია და სადაც ყოფილვარ, არცად არ წავსულვართ ესე ამდენი იუთუბერი ერთად რა, მით უმეტეს კატანიაში, ანუ უცხო ქვეყანაში რა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი ვიყავით, 12 იუთუბერი ვიყავით, პლუს 3 იუთუბერი, რომელიც არ თამაშობდა, მაგრამ სტაფის წევრია მაფიის და კონტენტს აკეთებს და მუშაობს მაფიაზე. მარტო G2G არ აკეთებს, როგორც იცით, მაფიაზე ბევრი ადამიანი მუშაობს. ჰიტაც ერთ-ერთია, მაგრამ ჰიტა არ იყო სამწუხაროდ. რაც გავიაზრე ის არის, რომ თითქოს ხო არის, რომ ეს იუთუბერებს გვაქვს კარგი კომუნიკაცია ერთმანეთთან, რა, კარგი ურთიერთობა, სადაც არ ნახოთ ერთმანეთის მიმართ ვართ კარგად განწყობილები და აი ყველაზე მეტი ზმნა რაც გაგვიკეთებია ერთმანეთის მიმართებაში არის დახმარება რა, ანუ ყველაზე მეტი რაც გაგვიკეთებია, ანუ ხო არის დახმარება, ხელისკვრა, ღადაობა, ჩახუტება, ანუ გვერდში დგომა არის ყველაზე ხშირად რასაც უკეთებთ ერთმანეთს რა, მაგრამ ესეთი კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მეგობრობთ ერთმანეთთან, ზოგი უფრო ახლოსა ერთმანეთთან, ზოგი ნაკლებად, მაგრამ თემა ისაა, რომ როდესაც ამდენი ადამიანი ესეთ რთულ ტრიპში მიდიან, სადაც 90% საქმე არის და კონტენტია და 10% არის უბრალოდ დასვენება ან chill ან რამე ეგეთი, ძალიან კარგად გამოჩნდება ხოლმე ადამიანის ნამდვილი ხასიათი რა, რაც არ უნდა კარგი დამოკიდებულება ქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან. ძალიან რთულია რომ ერთ სივრცეში ხა ეს იუთუბერები ხო ერთი სივრცე ჩვენ ნაღები იუთუბერები ხო არ წავს ვართ ჩვენ წავით ადამიანები ვინც MVP-ები გავხდით რაღაცა კონკრეტულ თამაშში რა და მანდ ძალიან რთულია ისეთი სასტავი შეიკრას ეს მარტო სტაფი არ არის რა თან რა გადამღები ჯგუფი იქ ტურ ოპერატორი გვეხმარებოდა გიდი ყავდა ანუ 20-30 კაცი ვიყავით წასული რა და ერთ სასტუმროში სულ ერთად დავდიოდით ყველაფერს ერთად ვაკეთებდით
ძალიან რთულია რომ იყოს როგორ ავხსნა რა ეხა G2G თქვა კაკრას რომ ძალიან ჰიპერაქტიური კამანდა არისო წამოსულიო და ძალიან გამიკვირდაო რომ ესე მარტივად და პრობლემების და იმე ხაიების გარეშე წარიმართა ყველაფერიო რა და ამით იმის თქმა მინდა რომ რაღაცნაირად გაგვიმართლა და ძალიან მიხარია რა რომ ჩემი კოლეგები ესე რომ ვთქვათ იუთუბერები როგორც დაარქვათ რა ადამიანები ვისთან ერთადაც ადამიანები ვინც ამ სივრცეში ვარსებობთ და რაღაცას ვაკეთებთ, მაგათთან ერთად წავედი ესე ვთქვათ მივლინებაში და ერთადერთი აზრი რაც შემეცვალა, იყო ის რომ თურმე უფრო კარგი ადამიანები არიან, ვიდრე მეგონა. ანუ ყველა ისაც კარგი ადამიანი მეგონა, იმიტომ რომ ინტენსიური ურთიერთობა რა ვიცი მაქვს, აი ქოროსთან მაქვს ალბათ ინტენსიური ურთიერთობა რაბანასთან და ჰიტასთან რა, ყველაზე ინტენსიური რაც შემიძლია ვთქვა რა. დანარჩენთან ყველასთან რა თქმა უნდა მეგობრობ, ძალიან ახლოს ვარ, ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ინტენსი ქოროს ეშმაკებს ვიცნობ რა და იმის რაბანას და ჰიტას ეშმაკებს ვიცნობ რამე. და როდესაც არა ინტენსიური ურთიერთობა მარტივია ადამიანზე, კარგად იფიქრო და კარგად ფიქრობდე. მაგრამ რო გაიცნობ იასნად ისევ კარგად ფიქრობ, მაგრამ აქ რა დაინახავ ხოლმე რაღაცა რა არ მოსწონს, სად ბრაზდება, როგორ ბრაზდება, სად არის სუსტი, სად არის ძლიერი. ხო და აი ეგენი რო დავინახე და მაგიებშიც რო ღრმად ჩავედი, მან უკვე თავიდან ბოლომდე გავიაზრე ის, რომ ძალიან მაგარი, მართლა ძალიან მაგარი სივრცეა. აქედან ყველას მადლობას გიხდით საერთოდ, ვინც უკეთ გაგიცანეთ, ვინც ნაკლებად გიცნო, ანუ ვისთან ერთად რამე დრო გავატარე, ყველა წამი იყო ჩემთვის დადებითი რა, უარყოფითი მომენტი მანდ მე არ მქონია, უარყოფითი არაფერი ჩემთვის მანდ არ მომხდარა, ძალიან გაასწორა, ძალიან სასიამოვნო იყო, G2G-ს მადლობა რომ გადადგა ეგ ნაბიჯი, მართლა ძალიან ხარჯიანი ამბავია რა, რომ ეხა ეს ადამიანები ყველა წაიყვანო თან ამის მენეჯმენტი ხა, მე რაღაც რომ მაგ პროექტი გაკეთებული, მესმის კარგად რამხელა ნერვიულობაა რა, ანუ ყველაფერზე ნერვიულობ, რომ რაღაც რომ მოხდეს, პასუხისმგებელი პირი ხარ შენ. მაფიას დაელოდეთ, კარგი თამაში იყო, ძალიან კარგი თამაში იყო. G2G ნერვიულობდა, რომ ერთი თამაშის ის გაქ წარმოიდგინე, ჩადიხარ, სადღაც 500 ძალიან დიდ თანხას იხდი, რომ იქი რაღაც კორლეონეს სახლი და ერთი უფლება იქ რაღაცა პატარა გაიპარა, იქ რაღაც მოხდა, ის რა მოხდა, ეს მოხდა. შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. და G2G-ს მაგას უთხარ, რომ G2G ყისმათ ახარ მეთქი, ყველა ფინალი რაც ჩატარებულა, აი პირველზე შეიძლება უდნა ვინმე რამე თქვას რა, მაგრამ ეგეც კაი იყო. მეორე, მესამე, მეოთხე სეზონის ფინალები იყო, აი რა ვიცი, იდეალური. შევატყეთ, რომ ცოტა დარდობდა. მაგრამ როგორც გითხარით, ამ ხელა რისკს რო გაიღებთ, ამ ხელა ნაბიჯს რო გადადგამ, სამყარო ღმერთი, რავი, ყველა ის რაც არ დაარქვა, დაგიფასებს. ეგეთ უიღბლობაში არ გაგხვევს რა და ზუსტად ამიტომაც მართლა გამომართლა და იდეალური თამაში იყო. ჩემი გადმოსახედიდან, რავი, ძალიან კარგი თამაში იყო. რაც შეეხება ჩემ სამომავლო რო გითხარით, რომ შემდეგ ვიდეოს არ იქნება, თქო, გადაწყვეტილი მაქვს, რომ დავსხდეთ, ავარ გადავწყვიტე, რომ ქოროსთან ერთად დავჯდე. მე და ქორო ჩემს სახლში მოვიდეს ერთი სტუმარი ან ორი სტუმარი ხოლმე და ჩემთან სახლში რაღაცა სახლურად, ჯიგრულად, ლუდებით, რავი, არყით, რავი, როგორც არის, უმასპინძლო ადამიანებს და რაღაცებზე ვისაუბროთ რა. ძალიან მინდა პირველი სტუმრები ან სტუმარი იყოს ანდრო და ტაფსონა, იმიტომ რომ ძალიან კარგი არის მაგათთან საუბარი. ბევრ რამეზე შეუძლია ადეკვატური აზრი დააფიქსირონ, საინტერესოები იყვნენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე ქორო ან ტაფსონა და ანდრო ვისხდებით ჩემთან სახლში შემდეგ ვიდეოში და რაღაცებს გავერთობით, ვიხალისებთ, ვილაპარაკებთ, იმედია კაი ვიდეო გამოვა რა. რაც შეეხება ნანუკას გამოვაჩენ, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა დრო დარჩა, მაგ ცოტა დროშიც თუ ვერ მოაყო, მაგრამ საკუთარ თავთან რომ უნდა გამოჩნდეს, გამოჩნდება ისე უბრალოდ შეიძლება ბაწარი, თოკი კონდეს ირგვლივ მობმული და კედელზე იყოს მიბმული. კაი, წავედი, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, სკიბიდი ბუმ ბუმ. და იცოდეთ რომ მე ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, არა იმიტომ რომ მაგალითად რაღაცას შევძელი. იმიტომ რომ ჩემს გვერდით ნანუკა ბექაურია. მოგეწონა? ოიც რა საბოლოო ჯამში აქ ვართ. და სანამ იგი იყო ჩვენ დავხურავთ ბლოგს, რა მეთქვი? გამოიწერეთ მეგობრებო, ბანტო ფანტასტის არხი, იმიტომ რომ ბევრი უბეიბი ბუბუ, აი ეგრე